მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა. არა და ცოტა მერე ჩვენ ვსაუბრობთ კრიპტო ინდუსტრიის სიახლეებზე, ასევე გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები და გაგაცნობთ პრინციპში ტენდენციებს, რა ტენდენციებიც არის ზოგადად ბაზარზე, არა მარტო კრიპტოს კუთხით, არამედ ფუნდამენტური ანალიზიც გვაქვს მოკლედ და მიმოვიხილავთ ასევე თქვენს კომენტარებს. ახლა კი სანამ გადაცემას დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet-ი. BitNet-ზე თქვენ შეგიძლიათ მარტივად იყიდოთ, გაყიდოთ, გადაცვალოთ, გადმოიტანოთ თქვენი აქტივები, ასევე ძალიან მარტივი გამოსაყენებელი აქვთ აპლიკაციები, სწრაფად ხდება კრიპტოს შესყიდვები, მოკლედ ბარათით და ასევე აქვთ აი ამჟამად არის ესეთი აქცია USDT შეეძენა შეგიძლიათ 0%-ად, დიახ, არ მოგესმათ, 0% არის, მოკლედ USDT-ის ფასი, ჯერჯერობით ეს აქცია გრძელდება და აი ახლა QR კოდი სადაც არის გამოჩენილი ასევე გადაცემის აღწერაში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი რეფერალური ლინკი და ამ რეფერალური ლინკით პრინციპში დარეგისტრირდეთ და ასე ვთქვათ ისარგებლოთ თან შესანიშნავი აქციით. ასევე თქვენ შეგიძლიათ კრიპტობაზრის YouTube გვერდზე თუ პირველად გვიყურებთ, მოკლედ კრიპტობაზრის YouTube გვერდზე ჩაწეროთ როგორ ვიყიდო ბიტკოინი საქართველოში მარტივად და ეხლა გამოჩნდება ეკრანზე, მსგავს ვიდეოს ნახავთ და სადაც პრინციპში როგორც აი ამ ვიდეოში ლადო ბიტკოინს ყიდულობს, ასევე მარტივად თქვენ შეგეძლებათ USDT-ის ყიდვა და შესაბამისად, მოკლედ ისარგებლებთ იმ ბენეფიტით, რა ბენეფიტიც აქვს ამ მომენტისთვის BitNet-ს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ გადაცემას, გადაცემის პირველ ნაწილში ტრადიციულად ვისაუბრებ სიახლეებზე, მეორე ნაწილში შევეცდები რომ განვიხილო ბაზარი ფასის კუთხით, ჩარტების კუთხით და მესამე ნაწილში ასევე გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმი მოკლედ. ეხლა რაც შეეხება გადაცემის პირველ სიახლეს და პირველი სიახლე პრინციპში ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა დღევანდელი გადაცემის დაწყება და პრინციპში ამან იმოქმედა ბაზრის ფასზე, რა თქმა უნდა, არა მარტო კრიპტოს ბაზრის ფასზე, არამედ ავთანდასხმის შედეგად პრინციპში იმ ლოკაციების განადგურების შედეგად, სადაც დიდი ალბათობით იწარმოებოდა ის მასალები და იმყოფებოდნენ ის ადამიანები, ვინც ამზადებდნენ მოკლედ ამ ყველაფერს ბირთვული იარაღისთვის, ლიკვიდაცია მოხდა ისრაელის მიერ ირანში და შესაბამისად ამან იმოქმედა ასე ვთქვათ ნავთობის ფასზე, ნავთობის ფასი 6-დან 7%-მდე გაიზარდა მყისიერად. ეხლა 6%-იანი ზრდა აქვს, ჩვენ შემდგომ ჩარტებსაც განვიხილავთ და ამან ასევე გავლენა მოახდინა კრიპტოს ფასზე, ბიტკოინის ფასი სადღაც 103-104-ის დიაპაზონში მერყეობს და ამ ფასსაც განვიხილავთ. სხვა კრიპტოვალუტებზეც, მსგავსი სიტუაცია და მსგავსი ამბები გვაქვს და შესაბამისად, მოკლედ უკვალოდ არ რჩება და ამას როდესაც თქვენ საუბრობთ ხოლმე ვაჭრობაზე, კითხვებს ვამთ ჯგუფში ან დამწყები ხართ და არ გინდათ სიტყვაზე კურსების გავლა და თვლით რომ თქვენი შეგიძლიათ ასე ვთქვათ ამის სწავლა, ბუნებრივია პირველი წესი რაც უნდა დაიმახსოვრთ არის სტოპ-ლოსის დაყენება, ვინაიდან ძალიან ბევრი პოზიციების დალიკვიდურება მოხდა, რისი გადამოწმებაც CoinGlass-ზე შეგიძლიათ რა რაოდენობის პოზიციების დალიკვიდურება მოხდა, 80-90% იყო ლონგები და სხვათა შორის ყველაზე მეტი სტატისტიკურად იყო ბიტკოინის ლონგი, არ არის აქ საუბარი ალტკოინებზე და ბუნებრივია ესეთ რაღაცას ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს და ასეთი ბაზრისთვის ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად. სიმართლე გითხრათ, ეს კონფლიქტი გაგრძელდება თუ არა და ირანის საპასუხო რეაქციას მივიღებთ თუ არა, ასევე განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ ელოდებოდა ისრაელი, ასე ვთქვათ, თავდასხმასაც, მანამდე და შესაბამისად დასწრება მოხდა რაღაც კუთხით, მანამდე სხვადასხვა სახის განცხადებები უძღოდა წინ. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიმართულია ზოგადად მოლაპარაკებებზე და მოლაპარაკებები კარგია, რა თქმა უნდა, უბრალოდ თუ მეორე მხარე არ არის მზად მოლაპარაკებისთვის და ვერ ხვდება თუ რატომ არ შეიძლება კონდეს სიტყვაზე ბირთვული იარაღი, შესაბამისად ეს პრობლემა მოკლედ ეს ერჩება, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ვინც პრინციპში კრიპტოს გარდა ხართ დაინტერესებული სხვა აქტივების ვაჭრობით ან თუნდაც ვაჭრობთ სიტყვაზე
სხვადასხვა აქტივები და მათ შორის თუ იყო ნავთობი და შესაბამისად თუ გქონდათ მსგავსი მოძრაობისთვის ასე ვთქვათ სტრატეგია შემუშავებული იმ ადამიანებს რა თქმა უნდა ექნებოდა ექნებოდა რაღაც პროფიტები კი აი 7.23%-იც დაფიქსირებულა 1 ბარელის 7.23%-ით გაიზარდა 1 ბარელის ფასი სადღაც 74.23 დოლარამდე მიაღწია მოკლედ და ალტკოინებსაც გადავხედავთ შემდგომ აი ძირითადად ალტკოინებს ჩვენ რაც გვაინტერესებს მათი ვარდნები საკმაოდ ძლიერი იყო და შესაბამისად ამ ყველაფერმა ბაზარზე ძალიან ცუდად იმოქმედა ბაზარს რომ თავი დავანებოთ იმედია ეს კონფლიქტი ასე ვთქვათ რაღაც უფრო დიდში და მასშტაბურში არ გადაიზრდება და არ მივიღებთ ასე ვთქვათ მეორეც ხელწერტილს მეორეს თუ მესამეს პრინციპში უკვე სათვალავიც არეული გვაქვს ისე მალე იძაბება ხოლმე სიტუაციები. ეხლა რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს და მეორე ნაწილი რომ არა ჩვენი გადაცემის პირველი სიახლე შეიძლება ყოფილიყო ძალიან საინტერესო ბევრი ინვესტორისთვის ესე იგი Coinbase-მა American Express თან პარტნიორობის შედეგად დაანონსა ახალი პროდუქტის Coinbase One Card-ის გამოშვება, რომელიც ასე ვთქვათ, სხვადასხვა აქციებს დაპირდება კრიპტო მომხმარებლებს, სხვათა შორის ვარაუდობენ, საიტზე ესე წერია, საიტიც აქვს მოკლედ Coinbase გამოყოფილი, ახლა თქვენ ნახავთ ეკრანზე, ესე იგი შემოდგომაზე იქნება ამ ბარათის გამოშვება, ესე წერია, რომ 4% Bitcoin-ის cashback-ი გექნება სხვათა შორის სტატიაში რაც არის გაზიარებული Twitter გვერდზე ჩვენთან ახსენებია USDC-ის ჰოლდერებისთვის სხვადასხვა აქციებია ეგ თქვენ ხედავთ რომ იმის დამიხედვით თუ რამდენი გექნებათ ზოგადად თანხა შეტანილი შეიძლება ასე ვთქვათ პროცენტი ზრდის ასე ვთქვათ cashback-ის პროცენტი გაიზარდოს დიზაინი ესეთი ბარათი იქნება სხვადასხვა პირობები არის და ნახოთ მოკლედ რამდენად მოეწონებათ იმ იუზერებს ვინც სარგებლობენ Coinbase-ით ეს პროდუქტი ჩვენთვის ბუნებრივია ეს პროდუქტი არ იქნება ხელმისაწვდომი დიდი ალბათობით და რო გითხრათ რომ რაღაც პრობლემა შეიძლება შეგექმნათ ამით არა იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში აი ლოკალური ბირჟები ვინც არიან და მათ შორის ჩვენი პარტნიორია მათ მიეცემათ საშუალება რომ რაც შეიძლება ბევრი პროდუქტი დანერგონ, ეს ალბათ იცით რომ ეროვნულ ბანკზეა ძალიან ბევრი რაღაც დამოკიდებული და ბუნებრივია, ასე ვთქვათ, აღმოჩნდებიან იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც უკვე სხვა მოთამაშეები არიან ბაზარზე და ბუნებრივია ბაზარზე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მოთამაშეები, რომლებსაც მით უმეტეს ახლა საზღვარგარეთ მსგავსი შესაძლებლობები როცა აქვთ რომ პირობითად ხნან რა მსგავსი cashback-ები დანერგონ, ბუნებრივია ჩვენების კონკურენცია ძალიან რთული იქნება, თუმცა Coinbase-ის შემთხვევაში მე მგონია რომ ეს პროდუქტი აქ ვერც იქნება, სხვათა შორის ერთ-ერთ საინტერესო პროდუქტზე, მსგავს პროდუქტზე ჩვენ ჯგუფში, კრიპტობაზრის ჯგუფში არის ასე ვთქვათ API 0, ანუ ზევით მიმაგრებული პოსტები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ლადოს მიერ განხილული საინტერესო, ძალიან საინტერესო პროდუქტი კოსმოსის ეკოსისტემაზე და მანდაც პრინციპში მსგავსი სისტემა. მოკლედ ბაზარი, აი როგორც კი მოხდა, ასე ვთქვათ, დათბილება რაღაც სიტუაციების, ბაზარი ნელ-ნელა იმ cashback-ებზე გადაერთო, რაც სხვათა შორის ზოგ პროდუქტს აქვს, თუ არ ვცდები. ლადო იყენებს Nexos, როგორც ამბობს ხოლმე და Nexos-შიც არის მსგავსი რაღაც კომენტარებში ალბათ დაწერს, ან ჯგუფში დაწერს. თუ ვინმე კითხავთ, ვინც მით უმეტეს საზღვარგარეთ ხართ, იმიტომ რომ საქართველოში ამის გამოყენება ძალიან რთულია. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეორე შრის ბლოკჩეინზე, Base-ზე მოსალოდნელი იქნება მსგავსი პროდუქტების ასე ვთქვათ, აქტივაცია და პრინციპში დაულოდოთ, აი გადასახდელი რამდენი იქნება ბარათზე, ეს cashback-ის ლიმიტი სადამდე იქნება
იქნება, რა ფორმით უნდა ფლობდეთ კრიპტოვალუტას, ესენი ზედაპირულად წერია, უბრალოდ სანამ პრაქტიკაში არ ვნახავთ მოკლედ ლიმიტებს, ძალიან რთულია ვიზუალურად. ერთადერთი უცებ რაც მომეწონა ბარათის ვიზუალური მხარე იყო, დანარჩენი, სასიამოვნო იქნება 4% cashback-ით უკვე ექნებათ უпроსწორად ამერიკაში მცხოვრებ ადამიანებზეა საუბარი და პრინციპში არიან ადამიანები, ვინც სხვათა შორის კრიპტობაზარს იქიდან ადევნებთ თვალს და მოკლედ ეს სიახლე მეტწილად თქვენთვის არის და ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენ პარტნიორს მით უმეტეს და საქართველოში არსებულ ბირჟებს მიეცემათ ის საშუალება, რომ მსგავსი ინოვაციური პროდუქტები აქ დანერგონ. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს სხვათა შორის ეხება ერთ-ერთ ტენდენციას, მიკას რეგულაციები მოგეხსენებათ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ევროკავშირში არის ჩაშვებული. უბრალოდ ესეთი ტენდენცია გამოვლინდა, რომ რატომღაც მალტაში ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პროექტი რეგისტრირდება. პროექტების საერთო რეგისტრაცია მალტაში ვერ უსწრებს ბრიტანეთში და გერმანიაში დარეგისტრირებული პროექტების რაოდენობას. ბუნებრივია, მიხვდებით რატომ, რადგან დაახლოებით 9 მილიონამდე არის მალტას მაცხოვრებლები და გერმანიაში და ბრიტანეთში ბევრი ადამიანია, თუმცა მზარდი ტენდენცია ჩანს. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ შესაძლებელია მოკლედ აქ შეიქმნას რაღაც ჰაბი, თუმცა ევროკავშირი იმდენად ასე ვთქვათ შაკეტილი სისტემა არის, მალტა რაღაცის დაშვების გარეშე მარტო ვერ გადაწყვეტს ვერაფერს და შესაბამისად შეიძლება არსებობდეს რაღაც დოზით ასე ვთქვათ მწვანე შუქი, ეგრეთ წოდებული მწვანე შუქი და ალბათ თქვენ გახსოვთ სხვადასხვა წინა კვირაში, როდესაც საუბრობდი Uber-ის სიახლეზე, სადაც Uber-ი ფიქრობდა გადახდებში დაემატებინა სტაბილური კოინები და საინტერესო იქნება სხვადასხვა Uber-მა რამე ასე ვთქვათ რამე კომპანია ხომ არ დააფუძნა ან რამე კომპანიასთან პარტნიორობას ხო არ აპირებს მალტაში მით უმეტეს, რადგან მალტაში სხვადასხვა საკმაოდ პოპულარულია Uber-ის აპლიკაცია და შეიძლება ეს ორი სიახლე სამომავლოდ ასე ვთქვათ რაღაცის მომასწავლებელი იყოს თუ ვინმე ხართ მალტიდან და გვიყურებთ დაწერთ კომენტარებში თუ გქონიათ ასე ვთქვათ თუ გსმენიათ ან რაიმე მითაფი შეხვედრა ხომ არ ჩანიშლულა კრიპტო პროექტების ან დაინტერესებული ადამიანების ახლო ხანებში, რადგან ეს შესაძლებელია ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში იყოს და საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი ზონა და ვედოვნებ რომ ევროკავშირში იქნება ერთი ზონა მაინც, რომელიც ჯიბში არ ჩაუდგება იმ ტენდენციას, რა ტენდენცია არსებობს კრიპტოვალუტებთან მიმართებაში და უბრალოდ მიხვდება რომ შეზღუდვებს ასე ვთქვათ ზღვარი ექნება სავარაუდოდ და ამ ზღვარის გავლება შეიძლება ძვირადაც დაუჯდეს ზოგიერთ ქვეყანას. დავველოდოთ მოვლენების განვითარებას, ცალსახად კარგია და ვიმედოვნებ მოკლედ კიდევ ერთხელ რომ მალტა კი არა, საქართველო იქნება მსგავსი პროდუქტების და პროექტების ჰაბი და საქართველო შესთავაზებს იმედია სამომავლოდ მაინც კრიპტო პროექტებს ისეთ გარემოს, სადაც პრინციპში ოპერირება მათთვისაც ხელსაყრელი იქნება და ბრუნებრივია საქართველოს მოსახლეობისთვისაც, რადგან საბოლოო ჯამში დოვლათის, ასე ვთქვათ, წარმოქმნა ჩვენს ტერიტორიაზე მოხდება. დაველოდოთ მოკლედ მოვლენებს, მაგრამ თუ ევროკავშირი გადადგამს და შეცვლის იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც აქვს და CBDC-ზე არ ჩაიციკლება საბოლოო ჯამში ჯერ დაატესტინებს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბანკებს პრინციპში მისცემს იმის უფლებას, რომ ბიტკოინს ფლობდნენ, ან ბიტკოინს ფლობაში დაეხმარონ, ან ბირჟებს არ გაუმწარებს ცხოვრებას, რაზეც ჩვენ ბაიბიტზეც ვისაუბრეთ, სხვათა შორის ბრიტანეთში როგორ უწევდათ ოპერირება OKEX-საც სხვათა შორის, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ტეზერი ვერ ოპერირებს ევროკავშირში, რადგან მიკას რეგულაციებს ვერ ასრულებს
და USDC ოპერირებს. ერთადერთი ხიდი შეიძლება ეს არსებობდეს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის USDC-ის ამბავი და ის ნარატივი, რა ნარატივიც არის ამერიკაში სტაბილურ ქოინებთან მიმართებაში, დაველოდოთ ეს ჯაჭვი და ასე ვთქვათ, ეს კავშირი რამენაირად თუ გადაიკვეთება, მაგრამ ის გზა რა გეზიც არის არჩეული ევროკავშირის მიერ კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებაში, ცალსახად დამაზიანებელია თვითონ იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და ვლადოც ხშირად ამბობს ხოლმე იმ მაგალითებს, რა მაგალითებიც არის თუნდაც იტალიასთან მიმართებაში და შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში კონკრეტულად რამე თუ გაინტერესებთ ამ კუთხით და ლადო არ დაგზარდებათ მოკლედ და გიპასუხებ. დანარჩენი ვიმედოვნებ რომ ასე ვთქვათ მოხდება ნათელ მხარეზე გადმოსვლა ან მინიმუმ ყველაზე მინიმუმ კი რა თქმა უნდა მაქსიმალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ რაღაც კომპრომისული გზა მაინც მოიძებნება იმისთვის რომ ვანახოთ ადამიანებს რომ აგერ ეს პროდუქტი არ არის საშიში, ადამიანების გადაწყვეტილებები და არჩევანი შეიძლება იყოს მათთვის საშიში და დამაზიანებელი და არა პროდუქტი, ანუ ადამიანმა დანა შეიძლება სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ დანები უნდა აუგზავნოთ ან რამე მსგავსი. ხო, დაახლოებით ბევრჯერ მეუბნებიან რომ ეს არ არის სწორი პარალელი, ეს ჩვენთვის არის სწორი პარალელი და მე შემდეგ იწყება მოკლედ განხილვები ამასთან მიმართებაში თუ რატომ არის. ეხლა რაც შეეხება მეოთხე სიახლეს და მეოთხე სიახლე მოგეხსენებათ არის ძირითადად რუბრიკა წარსულიდან გვაქვს ჩვენ. წარსულში რა სიახლეები მოხდა, სხვათა შორის 2021 წლის 21-22 ნოემბერზე არის უკაცრავად ივნისზე არის საუბარი, როდესაც ერთ-ერთი პროვინციიდან, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან დიდი ოდენობით მაინერების გათიშვა და ამოღება მოხდა, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დავარდა ფასი, ასევე მაისიდან ივნისის ჩათვლით 2021 წლის თითქმის ყველა გზას პოპდა ჩინეთი იმისთვის რომ რაც შეიძლება ნაკლები კრიპტოთი ევაჭრათ და თითქმის ყველა გზის ამოშთობას ცდილობდა, როგორც წინა გადაცემაში თუ ჩვენ თქვით, ეს საბოლოო ჯამში ჩინეთს არ გამოუვიდა, თუმცა ეხლა ახალი ფაზა არის ჭორების და იმედია ეს ჭორებიც ასე ვთქვათ საინტერესო არ იქნება სამომავლოდ და არ გამართლდება და ასევე თუ წაიკითხავთ 2021 წლის ივნისის პერიოდის და მაისის პერიოდის სტატიებს, ყოველთვის ტაბლოიდებში არის ნახსენები ილონის განცხადება მაგ პერიოდის, როდესაც მაინინგზე, კრიპტომაინინგზე და ბიტკოინის მაინინგზე საუბრობდა, რამდენად არა ეკომეგობრული იყო მისი აზრით და ასევე ტესლა როგორ აღარ მიიღებდა ბიტკოინის გადახდებს. მოკლედ ამ ყველაფერმა ერთად მაშინდელ კრიპტობაზარზე იქონია გავლენა და თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც იყო ესეთი დრო კრიპტობაზარი ყოველდღე გადიოდა გადაცემაში იყო ლუკაც, ავთოც, მეც გამოჩნდებოდი ხოლმე ყავდნენ სტუმრები, მაგრამ რაღაცები შეიცვალა მოკლედ. ვცდილობთ მაინც ჯგუფშიც ვიყოთ აქტიურები და კრიპტობაზის ფორმატიც ამიტომ დავამატეთ რომ მეტნაკლებად ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუმცა მოთხოვნა მიწოდების ამბავია გულახდილადაც რო ვთქვა თქვენი აქტიურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აი კომენტარებს წერთ თუ არა, გაინტერესებთ თუ არა კონკრეტული საკითხები, გაქვთ თუ არა დისკუსიები, რაღაც ერთ ორბიტაზე ხომ არ ტრიალებთ, აი თქვენი აქტიურობიდან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ ხოლმე ხან ესეთ აღმავალ გადაწყვეტილებებს, ხან დაღმავალ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად აი მაგ პერიოდში სწორედ ესეთ რაღაცები იყო აქტუალური მაშინ საუბრობთ პრინციპში კრიპტო ბაზარში რომ რაღაც დიაპაზონში ვიყავით და ჯერჯერობით არ იყო დასრულებული ბულ მარკეტი, თუმცა ამ გადმოსახედიდან მაინც მსგავსი განცხადებების გაკეთება ძალიან სარისხოა ხოლმე და ეხლაც ამიტომაც არის რომ აი რამოდენიმე კომენტარი შეხვდა ჩვენ ჯგუფშიც, სხვათა შორის ტვიტერზეც ვაკვირდება აი კონკრეტულ coin-ზე, აი ამ ფასზე და რაღაც ძალიან რთულია ხოლმე ის განცხადება, რა განცხადებაც მაგ წელიწად თუ წელიწად ნახევრის წინ გაკეთებული, აი იმ განცხადებაც არ უნდა გამეკეთებინა ბიტკოინთან მიმართებაში, მაგასაც ვფიქრობ,
მოკლედ დაველოდოთ რა იქნება ბაზრის კუთხით, თუმცა უნდა იცოდეთ ისტორია, უნდა 4 წლიანი ჭრილი, რა თქმა უნდა, ყოველად არ მაქაღებული, მეტნაკლებად შეიძლება გავდეს რაღაცებში, განსხვავება ყოველთვის იქნება, ბუნებრივია იდენტური რომ იყოს ეს ციკლები ერთმანეთის, ბუნებრივია გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივი იქნება და შესაბამისად ფასთა შორის სხვაობები ესეთი არ იქნება, ვოლატილურობა არ იქნება, მოცულობები არ იქნება და ასე ვთქვათ, თუ ყველამ ვიცით საითკენ მიდის ბაზარი, ასე ვთქვათ, ბაზარს არაფერი აამოძრავს. აი ესეთი ამოვარდნებიც არის და ესეთი ცუდი ამბები პრინციპში ბაზარზე ან მკვეთრად კარგი ამბები მოხმადებს ზოგადად ბაზრის ფასი, ასევე წინა კვირას გახსოვთ, ვინც უყურებდით კრიპტობაზარს და ეხლა შეგახსენებთ რა უნდა პლატფორმაზეც არ უნდა იყოთ, მოკლედ მოიწონეთ ჩვენი ის პლატფორმა, ეს კონკრეტული ვიდეო ეხლა რა დროსაც არ უნდა უყურებდეთ ამას, გაგვიზიარეთ თქვენი კომენტარები, ასევე თუ იცნობთ ადამიანს, ვისაც აინტერესებს ზოგადად კრიპტო, გავზიარეთ ჩვენი კონტენტი, შემოდით ჩვენ ჯგუფში, მოკლედ თქვენი აქტიურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი აქტიურობის შემდგომ ჩვენ სხვათა შორის გადაწყვეტილებებს ვცვლით და თქვენ აქტიურობაზე არის რაღაც დამოკიდებული, მოკლედ კარგი მხრივად და ცუდი მხრივად. შესაბამისად, ეს ბაზარი, ასე ვთქვათ, შეიძლება არ გავდეს ერთ-ერთი 4 წლის წინანდელ სიტუაციას, თუმცა კიდევ ერთხელ რაღაცების ანალიზი შეიძლება და როგორც წინა კვირაში ვსაუბრობდი, ხო, ილონთან და ტრამპთან მიმართებაში რაღაც ზღვარის შემდგომ ეს ყველაფერი მორჩა და ფასი სხვათა შორის მალევე დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რა ნიშნულზეც იყო, რადგან რეალურად ეს კამათი არაფრის მომტანი არ იყო, იქ რამოდენიმე წინადადება იყო, რაზეც პრინციპში შემდგომ კრიპტობაშიც ვისაუბრეთ ჩვენ, რომ აი მოსალოდნენ კრიზისთან მიმართებაში ადმინისტრაციაში, ტრამპის ადმინისტრაციაში უკვე თამამად საუბრობენ და პრობლემა ამაზე არ არის და პირიქით თუ სიტუაზე ვიღაცამ იცის, რომ პირობითად 1 საათში ან 2 საათში რაღაც მოხდება, უფრო მომზადებული შეხვდება, ვიდრე სიტუაზე ვიღაცამ არ იცის და ის აუცილებლად უცებ ბაზარი დაგვემხო თავზე. დიდი ალბათობით თუ ბაზარის დამხობა დაიწყება, ბუნებრივია ცენტრალიზებულ სისტემებს შექმნებათ პრობლემები, რაღაც დოზით დეცენტრალიზებულ სისტემებსაც რა თქმა უნდა, მაგრამ ისევ ალბათ, როგორც ყოველთვის, ეს ამ კრიზისთან გაკვეთილს ვერ ვისწავლით და შესაბამისად უფრო მეტ რეგულაციებს მოვითხოვთ და ეს იქნება ისევ ის პრობლემა, რა პრობლემაც იყო. იმედია ესეთ ცუდი სცენარი არ გვექნება და ასე ვთქვათ, რამოდენიმე სცენარი მართლა უნდა გქონდეთ თქვენ აქტივებთან მიმართებაში და ამ რამოდენიმე სცენარში თქვენ პორტფელთან მიმართებაში როგორ იქცევით, თქვენთან ხელთან მიმართებაში როგორ იქცევით, რა არის დაზღვევა დაღმასვლის შემთხვევაში თქვენი აქტივების, როგორ უყურებთ ამ დაზღვევას და ასე ვთქვათ, რა დიაპაზონი არის თქვენთვის საინტერესო. ბევრისგან არა, რამოდენიმე ადამიანისგან გამიგია და ძალიან კარგი არის ეს მიდგომა. რამოდენიმე ადამიანი ამბობს ესეთ რაღაცას, თუ ამ ნიშნულს აცდება ბიტკოინი, ან თუ ამ ნიშნულს ჩამოსდება ბიტკოინი, მაშინ არის საინტერესო სიტყვაზე ჩემთვის ბიტკოინი, ან რაღაც კონკრეტული ვალუტა, ხო? ანუ მათ აინტერესებთ დიაპაზონები, ბუნებრივია დიაპაზონების ინტერესის შემთხვევაში არანაირი გარანტია არ გვაქვს ჩვენ იმის, რომ ამა თუ იმ დიაპაზონში მოხდება ფასი ან მოხდება მოძრაობა. ხო, კიდევ ერთხელ მომავალი არავინ არ იცის და კრიპტობაზის, რა ვიცი, აი ლადოს აწყობილი ვიდეო გაქვთ ნახე კრიპტობაზის დასაწყისში, აი მომავალზე და მომავლის განჭრეტაზე ძალიან ბევრი საინტერესო ცნობილი ადამიანის ნაფიქრალი არის და შესაბამისად აი 2 წუთნახევრიან თუ 3 წუთიან ვიდეოს როდესაც ნახავთ, აი მან შემზადებული შედიხართ ბაზის ფორმაში და შემზადებული უყურებთ ამ ყველაფერს და რისი თქმა მინდა, მოკლედ არ არის მართლა ასე ვთქვათ, კარგი საქმე რაღაც ფასებზე საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ ადამიანურად მოლოდინები შეიძლება გქონდეს ჩვენ და ბუნებრივია მოლოდინები რაღაც უნდა იმყარებოდეს და ამაზე პრინციპში ავტომატს ისაუბრა ბევრჯერ და ჯერ რაღაც არ დავაანონსებ. 24 საათიან ლაივს გადახედეთ, მოკლედ 24 საათიან ლაივში რისკის დათვლაზე საუბრობდა საინტერესოდ ავთო და თქვენი რისკის დათვლის გზაც გაგვიზიარეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი ან ცუდზე არ მაქვს საუბარი, საინტერესო ინდიკატორი მომისმენია იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ეს ინდიკატორი არ შეუმჩნევიათ, ანუ რისი თქმა მინდა.
ადამიანებს როდესაც ესაუბრები კრიპტოზე, ისინი გეუბნებიან რა შემთხვევაში ყიდიან კრიპტოს, რა შემთხვევაში ყიდულობენ და პირობითად ისეთ რაღაცას აკვირდებიან ფუნდამენტურად, რაზეც შეიძლება შენ არ გიფიქრია და ამიტომ არის სწორედ მნიშვნელოვანი რამე სხვაზე კი არ მაქვს საუბარი, რომ ჯგუფში განიხილეთ ერთმანეთთან, როგორ უყურებთ ბაზარს. ანუ 100%-იანი ფორმულა არ არსებობს და რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება მცდარი თეზებიც იყოს და ამ მცდარ შეხედულებებზე შეგიძლიათ იკამათოთ და საბოლოო ჯამში რაღაც კომპრომისი მოძებნოთ, რომ შეიძლება ესე უნდა შემეხედა მოთხოვნა მიწოდების მრუდისთვის ან სხვანაირად, ხო, ანუ არის რაღაცეები, რაც ფუნდამენტური მოცემულობა არის და არ იცვლება და ესე უნდა იკითხებოდეს და არა სხვანაირად, მაგრამ მე მაქვს სხვა ინდიკატორების საუბარი, რომლებიც ადამიანების ქცევას განსაზღვრავს და ადამიანების ქცევა ძალიან დიდ როლს თამაშობს ყიდვა-გაყიდვის ამბავში და ძალიან მარტივ რაღაცას მინდა დააკვირდეთ, აი, როდესაც საყიდლებზე მიდიხართ, რაღაც ან ახალ ტექნიკას ყიდულობთ, ამ პირობითად ბაზრობაზე მიდიხართ, არის თქვენში რაღაც ინდიკატორები, რასაც აკვირდებით, ან გაქვთ რაღაც ლოკაცია, ან გაქვთ რაღაც დრო, ან იცით კონკრეტულად ვიღაც მომწოდებელი, რომელთანაც შეიძლება ფასი სხვანაირი იყოს, ან სიტყვაზე სანამ ყიდით ტექნიკას აკვირდებით სხვადასხვა მაღაზიას, მოკლედ რისი თქმა მინდა, ეს თქვენში არის. თითქმის ყველა ადამიანში მეტნაკლებად სხვადასხვა ზომის ინფორმაციის მოკვლევას აკეთებენ ადამიანები, თუმცა აი საბაზისო დონეზე თითქმის ყველა ადამიანში მინახავს ვისაც კრიპტოზე გავსაუბრები ვარ და ზოგადად ვისაც ყიდვა-გაყიდვას და ყიდვა-გაყიდვის ასე ვთქვათ პერფორმანსი აქტი გაცვლა-გამოცვლის თქვენ ყოველდღიურად გაქვთ და ამ ყოველდღიურ გაცვლა-გამოცვლაში ზოგი დიდი ინფორმაციის გადამოშრების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას, ზოგი ცოტას. თუმცა კიდევ ერთხელ, როდესაც ცოტა ინფორმაციას თუ ამუშავებთ და ამის შედეგად იღებთ ასე ვთქვათ გადაწყვეტილებებს, ეს შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ და შეიძლება საბოლოო ჯამში რაღაც დაიბადოთ. მთელი ფილოსოფია მოკლედ კრიპტობაზრის როგორც გადაცემის პროექტის და პრინციპში მოძრაობის რაღაც კუთხითაც, იმიტომ რომ ამდენი ხანი ამის გაგრძელება თითქმის ნახევარ პერიოდზე ოდნავ ნაკლები ენთუზიაზმით, ჩვენი სურვილით ძალიან ისეთი განაცხადია ხოლმე და შესაბამისად აი ამ მოძრაობას ჭირდება ის ადამიანები, რომლებიც აქტიურები იქნებიან და სხვათა შორის უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ როდესაც ინფორმაციას გასცემთ, ინფორმაციის გაცემას თავის წესები აქვს და ვინც რა ვიცი, ყოფილ ხართ ალბათ სკოლაში თუნდაც ლექციებზე, ან შეიძლება სკოლის მასწავლებელი იყოთ, ლექტორი იყოთ, ან ვიღაც რაღაცას უხსნიდეთ, ხო? გინა, ანუ ვიღაცა შეიძლება არ მოწონდეს თქვენი ახსნილი, ვიღაცა შეიძლება მოწონდეს თქვენი ახსნილი. ანუ ეს არის გაიჩნია როგორ მიაწვდით, ასე თქვათ ინფორმაციას, რადგან მე მქონია, ანუ შეიძლება ძალიან ბავშვი რაღაცა არის, მაგრამ ვიღაც თუ ჩემთვის არასასურველი ფორმით მაწვდის ინფორმაციას, მე ამის შესახებ საერთოდ ინფორმაციას არ ვეცნობი და აი ამ შემთხვევაში მინდა ყველანი ვიყოთ ფრთხილად, რადგან შეიძლება რაღაცა სწორ საუბრობდეთ და ამ სწორი საუბრის არასწორად მიწოდებამ შეიძლება გააფუჭოს მთლიანი მონასტერი და კიდევ ერთხელ გამეორდები, ჯგუფში თუ ვინმეს აქტივობა არ მოგწონთ, თქვენ შეგიძლიათ დააჰაიდოთ. ჩვენი ჯგუფი თავისუფალია პრინციპში ამ კუთხით. თუ რა თქმა უნდა, შეურაცხყოფის ხვრებს არ გადახვალთ, დანარჩენი, შეგიძლიათ იდებატოთ ამა თუ იმ საკითხზე. მე მაგალითად აი კიდევ ერთხელ განმეორდებ, შეიძლება ბაზი არ გქონდეთ ნანახი და ამიტომ ვიმეორებ ამ ყველაფერს. მე მაქვს ჩემი გეგმა, მე მაქვს ჩემი შეხედულებები პროექტებზე, მე ვაღიარებ, რომ ასე ვთქვათ, ბიტკოინი არის უნიკალური პროდუქტი, თუმცა კიდევ ერთხელ მე ექსპერიმენტები მიყვარს. ზოგადად ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ექსპერიმენტებში მიტარებია და დღემდეც ექსპერიმენტებში ვარ, არა მარტო კრიპტოში, არამედ სხვა მიმართულებითაც, ასე ვთქვათ, რაღაცების აღმოჩენა, რაღაცების გადაანგარიშება, გადმოანგარიშება, კვლევა არის ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილი. და შეიძლება რაღაცაზე მქონდეს აზრი და ამ აზრს ასე ვთქვათ გამოცდა უნდა ხოლმე, შეფასება უნდა, ანალიზი უნდა, დაკვირვება უნდა, შემდგომ ამ ინფორმაციის შეგროვება უნდა, თუმცა კიდევ ერთხელ ყველანი დასწრული ადამიანები ვართ და რისკები უნდა გავიაზროთ, თუნდაც ამ სფეროში და თუნდაც სხვა სფეროში. არ მგონია ხა ვინმე, რა ვიცი,
ერთი განცხადებით ყიდულობდეთ ბინას, ან ერთი განცხადებით ყიდულობდეთ მანქანას ახალს ან ტელეფონს, ხო? ანუ რაღაც დოზით მოკვლევას აკეთებთ და აი ზუსტად ეს მოკვლევის უნარჩვევები რაც გაქვთ, აი ამ უნარჩვევების ასე ვთქვათ, გავარჯიშებაში სხვათა შორის კრიპტოინდუსტრია გიწყობთ ხელს, რადგან კრიპტოინდუსტრიაში ძალიან დიდხნიანი ინფორმაცია არა, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს, ანუ ჩათვალით, რომ რაღაცა galaktikas უყურებთ შორიდან, galaktusi ხართ, შეიძლება ან watcheri ხართ, ვინც მარველის ფანები ხართ, მიხვდებით ალბათ და ხედავთ ყველაფერს, ანუ იქ რაღაცა პატარა ეკოსისტემა დაიბადა 4 წლის წინ და უკვე არ არსებობს და შეგიძლიათ გაანალიზოთ, რომ რა პრობლემა ქონდა ამ ეკოსისტემას. ან ნახოთ, რომ 8 წლის წინ რაღაც ეკოსისტემა შეიქმნა 2014 წელს, ან პირობითად 11 წლის წინ და ეხლა როგორ ვითარდება და თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს პრობლემა. ანუ ძალიან ბევრი ექსპერიმენტები ჩანს ხელის გულზე. მე სხვათა შორის, როდესაც შიტკოინებზე, ცალსახად შიტკოინებზე იყო გადაცემები და რუბრიკები ქონია ჩვენ, შიტკოინების ჩარტებს თუ დააკვირდებით, ანუ სხვათა შორის ტექნიკური ანალიზის შესწავლისთვის და ზოგადად ჩარტის ანალიზის შესწავლისთვის და იმ ბუნების შესწავლისთვის, რა ბუნება შეიძლება არსებობდეს, ყიდვა, გაყიდვა შეღოს ექსტრემალურ ამბებზე მაქვს საუბარი, რადგან შიტკოინებში ძალიან დიდი აღმასვლა ხდება, სხვათა შორის წინა წელსაც თუ ამ წლის პერიოდში სხვა კუთხითაც განიხილა ჩვენს გადაცემაში მიშკამ, რას აკვირდება კონკრეტულად შიტკოინებზე, როდესაც სოლან შიტკოინებზე იყო საუბარი, ეს იქნებოდა შარშან, კი. შარშან იყო ეს, ასევე ადრე 2 წლის წინ თუ 3 წლის წინაც იყო განხილვები მოკლედ აი ამ კუთხით ასე ვთქვა, რა შეიძლება დააკვირდეთ, მოკლედ ძალიან ბევრი ინფორმაცია გაქვთ და ეს ინფორმაცია ეხლა შეიძლება არ იცოდეთ როგორ დაამუშავებელნ ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ შეგიძლიათ სწორი ვარჯიშის შემდგომ შეიყვანოთ ეს მოდელებში, სხვადასხვა მოდელებში და გააკეთოთ დაკვირვება. მოკლედ ძალიან საინტერესო არის ამ კუთხით ინდუსტრია. დანარჩენ ფინანსური გადაწყვეტილებები თავიდან ბოლომდე არის თქვენზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გადაცემის ჩვენ ფინანსურ რჩევას ვერ ვიძერებით, მაქსიმუმ შეიძლება მეგობრული რჩევა მოგცეთ, აი მეგობრულადაც შემიძლია შეგახსენოთ, რომ ბიტნეტზე 0%-ად თქვენ შეგიძლიათ მოკლედ იყიდოთ USDT, ამ კლებაში თუ ვინმეს გჭირდებათ USDT, მეგობრული ისა რა ქვია, შეხსენება არის, მოკლედ მით უმეტეს, როდესაც ფასი შეიძლება დავარდნილი იყოს სხვადასხვა აქტივობებით და შეიძლება გინდოდეთ მოკლედ რაღაცის შესყიდვა. მოკლედ ძალიანაც რომ არ გამიგრძელდეს, ყველანაირი შესაძლებლობა არის იმისთვის, აქ მარტო ფულის შონის არა, ზოგადად თქვენი ცოდნაც გაიღრმავოთ იმასთან მიმართებაში, თუ რა ხდება თქვენს ირგვლივ და რა იმალება ფასების უკან, რა იმალება ყოველდღიური გადაწყვეტილებების უკან და ოდნავ სხვანაირად შეხედოთ რა ხდება თქვენს ირგვლივ და ასევე არა მარტო ფიზიკურად თქვენს ირგვლივ, ზოგადად მსოფლიოში. ეხლა რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს და გადაცემის მეორე ნაწილში ტრადიციულად ჩვენ ვისაუბრებთ აქტივებზე და სანამ ბიტკოინზე ვისაუბრებ, აი ეგ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მოკლედ ფასის კუთხით რა მოხდა ერთ დღეში, რაზეც საუბრობდით, პრინციპში ის მატება დაფიქსირდა, ხო, აი ყველაზე 12-იანიც ყოფილა, ხო, ეს შეიძლება სტატია როცა დაიწერა, ხო, სადღაც 6%, ну, მოკლედ სხვადასხვა ასე ვთქვათ, ადგილებზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და შეადაროთ, ასევე ვიმედოვნებ, რომ ყოველდღიური საწვავის ფასების ზრდა ესეთი არ მოხდება ჩვენთან, მოკლედ დავილოდოთ მოვლენების განვითარებას. ეხლა არ შეეხება ბიტკოინის თავს მომხდარ ამბებს, ჩვენ სადღაც აქ ვიყავით, ხო, ერთი კვირის წინ, სადღაც ეს მოძრაობები იყო, როდესაც განვიხილავდით ორი ბავშვის კამაც, ჩხუბს და დრამას და ბრომანს და რაც გინდათ ის დაარქვით, მოკლედ ილონზე და ტრამპზე მაქვს საუბარი. შემდგომ ამის გადალახვა მოხდა სხვათა შორის და აი დღევანდელი კრიზისის ამბები გამოიყურება ეს. უბრალოდ რას მინდა დააკვირდეთ. ეხლა ტრადიციული ბირჟების გახსნა ან ზოგადად პრინციპი 7.9-6 დაველოდებოდი იმ სენტიმენტებს, რა სენტიმენტებიც გავრცელდება ამერიკაში, ამასაც დაველოდებოდი. ამან შეიძლება პატარა გავლენა იქონიოს ბაზარზე.
ის დიაპაზონები, რა დიაპაზონების ათვისებაც მოხდა მანამდე, ბევრჯერ არც თუ ისე ცუდი არის ჩვენთვის, თუ ჩვენ აღმასვლის ტენდენციაზე ვისაუბრებთ, აი ფაქტობრივად მარტივად ხდება, ასე ვთქვათ, 100,000-ის პრინციპში 100,000-ის დიაპაზონის ათვისება, აი აქ ყველაზე დაბალი ნიშნული დაფიქსირდა 102,664 ამის ათვისებაც მოხდა მალე. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ მსგავს კონფლიქტები ძალიან მალე აღმოიფხვრება ყველგან, სადაც არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ფასის კუთხით და ისედაც ზოგადად იმ კუთხით რა ტრაგედიებიც ხდება, ესენი არც თუ ისე კარგ კვალს დატოვებენ როგორც ეკონომიკურ ჯაჭვებში, ასევე ასე ვთქვათ ადამიანის ტრაგედიების კუთხით და შესაბამისად ყველაფერი ასე ვთქვათ ყველა ის დეტალი რა საშინელი დეტალებიც ხდება ამ პერიოდებში იმოქმედეს მოკლედ ძალიან ცუდად ჩვენზე თითოეულ ადამიანზე სამომავლოდ და ესეც გასათვალისწინებელია და მსგავს პერიოდებში ბუნებრივია კიდევ ერთხელ როდესაც ხედავთ ამოვარდნელ ასე ვთქვათ თქვენი სცენარიდან ამოვარდნელ მოძრაობებს რა თქმა უნდა გადაწყვეტილების მიღება რთულია ხოლმე თუ წინასწარ გეგმა არ გაქვთ ბევრ ადამიანს შეიძლება არ ქონდეთ გეგმა და შესაბამისად გეგმის არ ქონის გამო და კარგად ფული აი კვირის ჭრილს თუ დააკვირდებით ძალიან არაპროგნოზირებადი მოძრაობა არის წინა კვირაში ნუ წინა კვირაში თითქოს ვთქვით რომ ამას დაბლა აღარ ჩამოვალთ და ეს კვირა როგორ დასრულდება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. ასევე მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთის ამბები, რომელზეც პრინციპში იქით კვირას უფრო დეტალურად ვისაუბრებ. მე თქვენს ადგილზე გადავხედავდი ბიტკოინის დომინაციას. თუ რა ხდება ბიტკოინის დომინაციის თავს, ხო ის აუცილებლობა ბიტკოინის დომინაციის ტრენდი არ იცვლება. აღმავალ ტრენდში ტენდენციაში ვართ და პირიქით შესაძლებელია თუ ესე გავაგრძელეთ ახალი ნიშნულების დაპყრობა და ერთ-ერთი გადაცემის წინ დაისვა შეკითხვა რომელიღაც დიაპაზონს ვთვალშთები 68%-იან დიაპაზონზე თუ ავა ბიტკოინის დომინაცია რა მოხდებაო და მე მგონი მაგ დიაპაზონზე ასვლაც რეალურია ჩემი აზრით რადიკალურად არ შეიცვლება სიტუაცია უბრალოდ რა ტენდენციაც ჩანს. Twitter-ზე რასაც ვაკვირდები და ჩვენ ჯგუფში რასაც ვაკვირდები, სხვათა შორის ასე ვთქვათ, შიტკოინებზე ყურადღება ნელ-ნელა მინავლებულია და ტოპაში, ტოპ-4-ში, ხო? ანუ შეიძლება რაღაც გამოყენება არ ქონდეს ამ თუ იმ პროექტს სერიოზული, მაგრამ ტოპ-4-ში მაინც ბაზრის კაპიტალიზაციით რომ არის ისეთ პროექტებს აკვირდებიან, ანუ უფრო უსაფრთხო გამოსავალს ეძებენ. ნუ ესეც ერთ-ერთი ანალიზის საშუალება შეიძლება გაძლევდეთ თქვენ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ამ კუთხით. ასევე გადავხედოთ რა ხდება ეთერიუმ ბიტკოინის თავს. რა მოძრაობები არის, აი სწორედ ეს მოძრაობა აქ რაც გვაქვს, ხო? აი აქ რაც არის. ეთერიუმთან მიმართებაში არც თუ ისე ახარ ბიელოა. ანუ ეს არის პირიქით იმის მანიშნებელი, რომ აქ ძალიან დიდი ინტერესი არის ამ დიაპაზონზე, ასე ვთქვათ, ეთერიუმის გადაცვლის ბიტკოინში. არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რატომ ეთერიუმი თუ მოიპოვებს ძალას სავარაუდოდ ამის შემდგომ იქნება მაინც ძველ სცენარს დაუბრუნდები. მე ამის შემდგომ შეიძლება იყოს პოტენციურად ალთ სეზონი, კიდევ ერთხელ გაჩნია რა პროექტებზე იქნება აქ საუბარი, ტრადიციულად კლასიკურად როგორც ხდება, ეთერიუმში ფულის გადატანა და შემდგომ სხვადასხვა ელემენტებში. თუმცა არის თეორია, რომელიც 1 წლის წინ მუსირებდა, რომ ყველაფერი სხვანაირად მოხდა, ქვევიდან ზევით მოხდა კონკრეტულად Solana-ს ეკოსისტემის გამო და ეს გადასვლა Solana იყო ამის ასე ვთქვათ მედიატორი ამ თანხის გადინებების ამავე ეკოსისტემაში და სხვა არაფერი. საინტერესო იქნება და წესით შემდეგ კვირაში განვიხილავ რომელიმე რეპორტს, ან CoinDesk-ის, ან CoinTelegraph-ის რეპორტს, ზოგადად რა ხდება DEX-ებზე, რა ხდება სხვადასხვა ბლოკჩეინის მოცულობებზე და მთლიან რეპორტი განვიხილოთ, სადაც 10 წუთი შეიძლება დაგჭირდეს. ერთხელ განვიხილოთ ჩვენ ეს თებერვლის რეპორტი მარტში.
ან იანვრის რეპორტი თებერვალში რომელიღაც გადაცემაში მოხდა ამის განხილვა, სხვადასხვა საინტერესო გამოხმაურებაც მოყვა და შევეცდები მოკლედ მინიმუმ 4 თვეში 3 თვეში ერთხელ მაინც მსგავსი რეპორტები წავიკითხოთ ხოლმე. ეხლა გადავხედავ Solana Bitcoin-ს და შემდგომ ვნახავ თქვენ კომენტარებს. ხო. არაფერი საინტერესო Solana Bitcoin-თან მიმართებაში და Ethereum Bitcoin-ის bets გაიზიარებს დიდი ალბათობით. აი ამ დიაპაზონის დაკარგვა ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს Solana-სთვის Bitcoin-ის წყვილში. რა მოგახსენოთ ამაზე არ ვიცი. თუმცა კიდევ ერთხელ 2 წლის წინ და 2 წელიწადნახევრის წინ რა ფასეც იყო Solana იმ ფასთან ახლოს არ არის და მე მეცაც გეტყვით ჩემი არაფინანსური და უფრო მეგობრული რჩევა არის როდესაც პროდუქტებს ნახავთ პროდუქტების პრისელის ფასები ნახეთ პრისელში რაოდენობის კოინები გაიყიდა და რა იყო სხვათა შორის ეთერიუმის პრისელის ფასი ნახეთ Bitcoin-თან მიმართებაში რამდენი ეთერიუმი მოგდიოდათ მაშინ და ეხლა რამდენი ეთერიუმი მოგდით თუნდაც ეს ხო შეიძლება თქვენ არ გიყვარდეთ ეთერიუმი მაგრამ წარმოიდგინეთ ის ადამიანები რომლებმაც მაშინ ამ ეკოსისტემაში მიიღეს ასე ვთქვათ მონაწილეობა და ეხლა მათი პერსპექტივით რა ხდება ბაზარს ეხლა მათი პერსპექტივით Bitcoin-ში რომ გადაცხოვან ყველაფერი სადღაც 30-ჯერ თუ 35-ჯერ უხეში დათვლებით უფრო მეტ Bitcoin-ს მიიღებენ ვიდრე მიიღებდნენ მაშინვე რომ დაეტოვებინათ ხო ანუ ეს გადმოსახედი რატომღაც გვავიწყდება კარგია ცუდია პროექტი არ არის ამას საუბარი უბრალოდ გაიხსენეთ ის ხალხი ვინც ძალიან ადრე მოვიდა ამ ინდუსტრიაში და იმ ხალხმა რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს და ის ხალხი იღებს თუ არა რამე გადაწყვეტილებას. ერთ-ერთი დაბალი ნიშნული რაზეც იყო ბოლო 4 წლის 3 წელიწადნახევრის განმავლობაში ეთერიუმი არის $700 თუ $800 და აი იმ ადამიანებსაც გითხეთ, ვინც მაშინ შეიზღიდეს ეთერიუმი, ეხლა როგორ გრძნობენ თავს. ერთადერთი სხვადასხვა მქონია ამ ადამიანებთან საუბარი ორთან ერთადერთი იგზნეს სულად თავი, როდესაც 1500 თუ 1400 დოლარის დიაპაზონში ჩამოვიდა ეთერიუმი. სულად რა, უბრალოდ ოდნავ შეეშინდათ, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, არის რაღაც ჭკვიანი ფულის ოდენობა, რომელიც სხვადასხვა ფაზაში არის შემოსული ამ მოძრაობების და ესეც გასათვალისწინებელი უნდა იყოს თქვენთვის. მოკლედ, მარტო ის რომ ეხლა რა ხდება ბაზარზე, კიდევ ერთხელ აი, ჩემზე ბედნიერი არ იქნება, მართლა 2 წუთში რომ შემეძლოს რაღაცების განხილვა. ძალიან რთულია ხოლმე კითხვაზე პასუხს როცა ვიძლევი, აი ამ შემთხვევაშიც მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ რაღაცა უფრო სიღრმისეულად შეიძლება პასუხის გაცემა, ხო? თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან ბევრი წყაროს გადამოწმება მოგიწევთ ხოლმე. ესე მარტივი არ არის, თქვენ ესე ერთი ინფორმაციაზე დაყრდნობით არ ყიდულობთ ვინას, ერთი ინფორმაციაზე დაყრდნობით არ ყიდულობთ, მანქანას იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ან ტელეფონს ამ მსგავს ნივთს. ეხლა ვნახოთ კომენტარები. კაი შორტები დაიხურა დილას. ესეც კაია და პრინციპში ბაზარსაც ეტყობა. ეტყობა ეს ერთდღიანი დევიაციები იმედი, ანუ ეს ერთდღიანი გადახრები იმედი ერთდღიანი გადახრება დარჩება და არაფერს სხვად. ეხლა ვნახოთ YouTube-ზე, თუ გვაქვს კომენტარები, YouTube-ზე უფრო არის ხოლმე კომენტარები, ვიდრე Facebook-ზე და სხვათა შორის ეს Facebook-ი შადოუბანი და ცალკე მოკლედ ეს დრამები მოსაწყენია. YouTube-ზე სხვათა შორის არ არის კომენტარი. მოკლედ შევაჯამოთ ბოლოსკენ წავიდეთ გადაცემის. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრე სიახლეებზე, მიმდინარე კონფლიქტზე პრინციპში რამდენიმე კონფლიქტიც არის, ასევე Coinbase-ის პროდუქტზე, Coinbase-ის რა პროდუქტიც იქნება შემოდგომაზე და დაველოდოთ მოკლედ ამ პროდუქტმა რა გავლენა შეიძლება იქონიოს, ასევე პოტენციურად კარგ ამბავზე ევროკავშირში, პოტენციურად ძალიან ფრთხილად უყურებ მე ამ ამბავს. კონკრეტულად მალტაში მიმდინარე მოვლენებზე, მიკას ასე ვთქვათ ლიცენზიების აღებების მზარდ დინამიკაზე. სიახლე წარსულიდანაც განვიხილე ჩინეთის ამბები და ჩინეთის მაინინგის ამბები და მოკლედ შევეცადე რომ ბაზრისთვის ასე ვთქვათ მიგვედევნებინა თვალი. შავადკვირა ძალიან რთული პერიოდი, ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet და
Bitnet-ზე დარეგისტრირდით, ვერიფიკაციას გაიარეთ, აი ახლა QR კოდიც გამოჩნდება, გადაცემის აღწერაშიც, ნებისმიერი პოსტის აღწერაშიც, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოკლედ დარეგისტრირდეთ და რაც მთავარია კიდევ ერთხელ, ეხლა აქვთ აქცია USDT-ის შესყიდვა, შეგიძლიათ 0%-ად და მოკლედ ეხლა შეიძლება ისეთ პერიოდი იყოს ბევრისთვის, რომ ეს ძალიან სარფიანი აღმოჩნდეს თქვენთვის, მოკლედ 0%-ად USDT. დანარჩენი შაბათ-კვირა არის, სხვათა შორის ძალიან სერიოზული კვირის დახურვა იქნება, ანუ ეს კვირა ბევრი სიახლით იყო დახუნძლული, კარგით თუ ცუდით, და ალბათ კვირის დახურვა როგორ მოხდება. შაბათ-კვირას რა თქმა უნდა დაისვენოთ. კრიპტო ბაზარი პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით.